2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-ია. ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასების მაღალი ზრდაა, სადაც წლიურად 9.9%-ის ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება. ჯანდაცვის სექტორში ფასები მომატებულია 5.9%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად თამბაქოს აქციზის ზრდით არის განპირობებული. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობითვე წინა თვესთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 359 მილიონი დოლარით გაიზარდა და ამჟამად ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6 მილიარდ 650 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი წელიწადზე მეტია მუშაობს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებს, ასევე საგადახდო ოპერატორებს შორის 24 შვიდზე, მათ შორის დასვენების დღეებშიც გადახდის გადარიცხვებს შესაძლებელს გახდის და ამ ახალ სისტემას IPS-ი ეწოდება. ეროვნული ბანკი ასევე მუშაობს ეროვნული ბანკთაშორისი გადახდების სისტემის RTGS-ის განახლებაზე და მასში უცხოური ვალუტების მოდულის დამატებაზე. Lion Finance Group-ი, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და სომხეთის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის ამერია ბანკის მფლობელი ჰოლდინგური ჯგუფია, გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმთავრეს FTSE 100-ის ინდექსში შევიდა. ეს ინდექსი აერთიანებს ბირჟაზე არსებულ 100 უმსხვილეს კომპანიას და ის მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ინდიკატორია. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიაში ბანკის ახალი ოფისის გახსნაში. მასატო კანდა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ ისაუბრებს. ამასთან კანდა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკა შეინარჩუნა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში მთავარი მოვლენა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა იყო. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ნაჩუქარი კავკასიური ნაგაზის ბედი არავის მოუკითხავს. არც ჩვენ მოგვეცა საშუალება. პაშინიანის ვიზიტის პარალელურად საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელი გარემოება იქნება. კოდექსს დაემატა 316 პრიმა მუხლის სახელწოდებით ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. გრანტის დეფინიცია გაფართოვდა, კერძოდ ახალი კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ მაგალითად უცხოური ძალა საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ანუ ტექნიკური დახმარების პროექტი, ეს თანხაც კი გრანტად კვალიფიცირდება და მთავრობის თანხმობა საჭიროებს. ამასთან უცხოური ორგანიზაციების ფილიალებს საკუთარ სათაო ოფისებიდან დაფინანსების მისაღებადაც კი მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ. 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. ისრაელზე, ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2025 წელს მილიარდ 550 მილიონი დოლარი იყო. გალტერ ტაგარტის შეფასებით, თუ რა კავშირები აქვს საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განახლებული კვლევა ქვეყნდება. 6 მარტს ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო წესები წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურებისთვის და ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას. ძალაში შევიდა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებაც. ამით ევროკომისიამ გასული წლის ბოლოს მიღებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი პირველად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.